ადამიანთა ჯოგი აგრძელებს წინსვას თავიანთი ყოველდღიური ჩვევებით. მაგრამ ზოგიერთისთვის ეს მოძრაობა მოულოდნელად შეწყდა. თუ დავთვლით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მუდმივად მზარდი საზოგადოების რამდენიმე წევრი დაკარგულია და მათი კვალი სწრაფად ქრება. ნომერი 20. Jeremy Wisniewski არის Tia Chapis, კალიფორნიის მცხოვრები, რომელიც მუშაობს Grand Canyonis ეროვნული პარკში. 41 წლის ჯერემი ცნობილია, რომ ჰყავს 3 შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი სწავლობს არიზონას სკოლაში. მისი ოჯახის, კერძოდ კი მისი დის, ამანდა Wisniewskis თქმით, ჯერემის ყოველდღიური რუტინა იყო Tia Chapidან გასვლა, ქალიშვილის იუმაში, არიზონაში დატოვება და შემდეგ Grand Canyonში სამუშაოდ წასვლა. მაგრამ 2026 წლის 10 თებერვალს გრაფიკი ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ჯერემის სამუშაოს დაწყებამდე 2 დღით ადრე იწყებდა გზას თავის სამუშაო ადგილამდე, რაც მისთვის უჩვეულო არ იყო. Grand Canyon საკმაოდ შორს იყო და რომ მოეწყო, დრო სჭირდებოდა. მაგრამ თებერვლის 12 გავიდა და ჯერემის დამსაქმებელს არც უნახავს და არც არაფერი სმენია მისგან. მისი კეთილდღეობით შეწუხებულმა დამსაქმებელმა მისი მდგომარეობის შესამოწმებლად პოლიციას მიმართა, რის შედეგადაც ჯერემის ოჯახმა გაიგო, რომ ის დაკარგულად ითვლებოდა. მათთვის უჩვეულო არ იყო, რომ ჯერემისგან ხანდახან არაფერი ესმოდათ, რადგან მას 7 დღე მუშაობდა და 7 დღე ისვენებდა. მაგრამ ის ყოველთვის უკავშირდებოდა თავის 3 შვილს, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა მასთან კონტაქტი 10 რიცხვიდან. ეს განსაკუთრებით არ იყო დამახასიათებელი მისთვის და ამან მისი ოჯახი აიძულა დაეწყოთ მისი ნაბიჯების გადაკვლევა, იმ იმედით, რომ ყველაფერს ერთმანეთთან დააკავშირებდნენ. იმ დღეს, როცა მან დაატოვა Tia Chapi, ჯერემი წავიდა იუმაში, ჩამოსვა თავისი ქალიშვილი და შემდეგ გაემართა ბლაითში, კალიფორნიაში, სადაც მეგობრისგან სატვირთო მანქანის ყიდვას აპირებდა. მეგობრის თქმით, მან ბლაითი დაახლოებით ღამის 10 საათსა და 30 წუთზე დატოვა და Grand Canyonisკენ გაემართა, თუმცა იქ არასდროს ჩასულა. მას შემდეგ ჯერემი აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მისგან. ახლობლები ამობენ, რომ მისთვის ძალიან უჩვეულოა კონტაქტის გარეშე ყოფნა, რის გამოც ისინი ფიქრობენ, რომ მისი გაუჩინარება ნებაყოფლობითი არ იყო. ამანდას თქმით, მისმა ძმამ უნდა აერჩია 96 მაგისტრალი ნიდლზამდე, შემდეგ აი 40 კინგმანთან ან პარკერთან ჰავასუში და იქიდან გაემგზავრებოდა უილიამში, არიზონაში. 16 თებერვალს ოჯახმა ჯერემი ადგილობრივ პოლიციაში დაკარგულად გამოაცხადა, რომლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს გამონძიება. აღმოაჩინეს, რომ მისი მობილური ტელეფონი გამორთული იყო, რის გამოც სამართალდამცველებს მისი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს. 19 თებერვალს 3 დღის შემდეგ, რაც ოჯახმა მისი გაუჩინარების შესახებ გაიგო, პოლიციელებმა იპოვეს თეთრი 2008 წლის Ford F250 მანქანა პარკერში, არიზონაში იპოვეს, მას შემდეგ რაც 5 დღით ადრე ბოსტონის რაიონიდან იყო ევაკუირებული. როგორც ამბობენ, ის მიტოვებული იპოვეს აგნეს როუდის მიმდებარედ, აგნეს უილსონის ხიდის ტერიტორიაზე, კოლორადოს მდინარესთან პარკერსა და ბლაითს შორის. დადასტურდა, რომ F250 ჯერემის ეკუთვნოდა, მაგრამ ის კვლავ უგზო-უკლოდ იყო დაკარგული. აღმოჩენის შემდეგ აგნეს როუდის ტერიტორიაზე ჩატარდა საძიებო სამუშაოები, თუმცა დაკარგული კაცის ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი კვალი არ იქნა ნაპოვნი. პოლიციამ და ოჯახმა საზოგადოებას მიმართეს თხოვნით შეატყობინონ რაიმე უცნაური შემთხვევა ამ ტერიტორიაზე და გადაამოწმონ სახლისა და ბიზნესის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები, იმ იმედით, რომ შესაძლო კვალი არ მოაჩინონ. Jeremy Wisniewski აღწერილია როგორც კავკასიური გარეგნობის მამაკაცი, ყავისფერი თმითა და თაფლისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 10 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 175 ფუნტია. მას აქვს რამდენიმე ტატუ, მათ შორის გიტარის ტატუ მარცხენა წინა მხარზე და რიცხვი 88 მარცხენა მხარზე. ბოლო ინფორმაციით ის ნახეს მაისურით, ჯინსებით და ან სამუშაო ჩექმებით, ან შავი ფერის DC-ის სპორტული ფეხსაცმლით. იუმადან წასვლისას მას ეცვა ჰუდი, წინა მხარეს წარწერით შენ საკმარისი ხარ. მას შემდეგ, რაც ჯერემი გაუჩინარდა, მისი დადასტურებული ნახვა არ ყოფილა და ოჯახი სასოწარკვეთილია პასუხების მოლოდინში. ისინი კვლავ მჭიდროდ თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან, იმ იმედით, რომ ვინმემ შეიძლება რამე იცოდეს. ინფორმაცია ჯერემის გაუჩინარების ან მისი ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Riverside-ის ოლქის შერიფის ოფისს ნომერზე 800-950-2444. სხვა შემთხვევაში ინფორმაციის გამცემლებს შეუძლიათ გააგზავნონ ინფორმაცია ამერიკაში დაკარგულთა ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 844 MIA Lost. ნომერი 19. რა დაემართა გრეგორი გილბერტ ტრის? ეს კითხვა 2022 წლიდან ტრიალებს საპულპას, ოკლაჰომას საზოგადოებაში, როცა გრეგორი უცნაურად გაუჩინარდა ყოველგვარი კვალის გარეშე. მაშინდელი 52 წლის გრეგორი ცხოვრობდა ტულსაში და ჰყავდა 2 შვილი თავის ცოლთან, ბილი ტრისთან ერთად. სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან შემაშფოთებელი დიაგნოზი. გრეგორი ებრძოდა მეოთხე სტადიის არაჰოჯკინის ლიმფომას, რაც ყოველდღიურ მედიკამენტებს საჭიროებს. ეს შემაშფოთებელი ისტორია დაიწყებოდა ისეთ უბრალო რამით, როგორიცაა თევზაობის ტური, რომელიც გრეგორის ძმამ მოაწყო.
ეს იყო 2022 წლის 23 ივლისის საღამო, როდესაც ის სახლიდან გავიდა თავის ძმასთან და ძმის შეყვარებულთან ერთად. როდესაც ისინი საფულპასკენ მიემართებოდნენ, მოგზაურობა მოულოდნელად შეწყდა, როცა მანქანა ჯენქსში სადღაც გაფუჭდა. მეორე დილით სამმა მოახერხა მანქანის პოვნა და მათ გრეგორის დედის სახლთან ჩამოიყვანეს, რომელიც მდებარეობს საპოპას დასავლეთით, სამხრეთ 111 ქუჩაზე 193 და 209 დასავლეთ ავენიუებს შორის. სწორედ აქ იდგნენ და ძმები ეზოში და უყურებდნენ, როგორ წავიდა მისი ძმა ახლომდებარე ბილიკზე, სადაც ის შემდეგ გაუჩინარდა და აღარავის უნახავს ან გაუგონია. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ავადმყოფი კაცი არსად ჩანდა, ძმა და მისი შეყვარებული ბილიკზე წავიდნენ და იქვე სკამზე დაკარგული კაცის ნაიკის ფეხსაცმელი და ჯინსის შორტები იპოვეს. მხოლოდ 4 დამღელი დღის შემდეგ განაცხადეს გრეგორის გაუჩინარების შესახებ კრიკ კაუნთის შერიფის ოფისში, რამაც მასშტაბური საძიებო ოპერაცია გამოიწვია. პოლიციამ რამდენიმე საძიებო ოპერაცია კოორდინაცია გაუწია, რომელშიც სამძებრო ძაღლების ჯგუფები და დრონებიც მონაწილეობდნენ და დაფარეს 30-40 აკრი ტერიტორია იმ ადგილას, სადაც გრეგორი ბოლოს ნახეს. ამ ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო და გამოძიებას ახალი კვალი აღარ მიუღია, რომ სწორ მიმართულებაზე დაეკანებინა ისინი. დაკარგული კაცი კიდევ ერთი პიროვნებაა, რომელსაც რამდენიმე გამორჩეული ნიშანი აქვს, მათ შორის მარცხენა მკერდზე ამოსვირინგებული სახელები კირა და სუეი. ASOS გადის ნაწიბურზე. გრეგორიას ასევე აქვს კიდევ ერთი ნაწიბური მარჯვენა მკერდზე, სადაც ჩანს პორტი. ის გაუჩინარდა თავისი საფულით, ტელეფონით, გასაღებებით და დანიშნულების სწავლებით ერთად, რაც მიუთითებს, რომ შეიძლება დაბრუნდეს. თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში გრეგორი ტრიზის კვალი არ გამოჩენილა. ნომერი 18. გაბრიელ როშელ დევისი, დაბადებული 1989 წლის 2 ნოემბერს, ჩრდილოეთ ლიტლ როკის, არკანზასის მცხოვრებია და თავისი საზოგადოების საყვარელი წევრია. მისი დედის თქმით, გაბრიელს ცხვიბზე და ყურებზე პირსინგი აქვს. მას მარცხენა ლოყაზე პატარა წითელი გულის სტატუ აქვს. მარჯვენა შიდა მაჯაზე სიტყვა ასიონი, მარცხენა ყურის უკან სახელი თეილორი და მარცხენა ხელზე დიდი ვარდი. Busted Newspaper-ის მიხედვით, გაბრიელი დააკავეს 2026 წლის 9 იანვარს დაცვის ბრძანების დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებებით და გადაიყვანეს ფულასკის საგრაფოს ციხეში, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მოკლე პატიმრობის შემდეგ, გაბრიელი გახდა მიმდინარე დაკარგული პირის საქმის ფიგურანტი, რომელიც დაიწყო 2026 წლის 18 თებერვლის ღამეს. ამ დღეს 26 წლის გაბრიელი ბოლოს ნახეს North Little Rock-ში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით იგი უცნობ პირთან ერთად ჩაჯდა მანქანაში, რომელმაც იგი Pike Avenue-სა და მე-16 ქუჩის მიმდებარე ბენზინგასამართ სადგურამდე მიიყვანა. მან მანქანა დატოვა მე-17 ქუჩასა და Pike Avenue-ზე და ფეხით გაემართა მე-19 ქუჩის მიმართულებით, სადაც კიდევ ერთ უცნობ პირთან საუბარი დაიწყო. მოწმეების თქმით, საღამოს 10 საათი იყო, როდესაც გაბრიელი მიუახლოვდა თეთრი ან ნაცრისფერი ფერის Expeditions. უცნობია რა სიტყვები გაცვალეს, მაგრამ საუბარი დასრულდა იმით, რომ გაბრიელი მანქანაში ჩაჯდა, სავარაუდოდ სხვა ადგილას მისასვლელად. ამ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ქალი აღარავის უნახავს და არც არაფერის მენიათ მისგან, და მათ შეშფოთება გამოიწვია მის ახლობლებსა და საზოგადოებაში. გაბრიელის დედამ სოციალურ ქსელში მიმართა საზოგადოებას, მას შემდეგ რაც თავისი ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ 20 თებერვალს North Little Rock-ის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადა. მან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებით მოითხოვა საქმის სასწრაფოდ განხილვა, დეპარტამენტს არ გამოუცხადებია არანაირი განგაში და პოსტში დაწერა, რომ აღარ დაელოდებოდა სამართალდამცავებს, რათა მათ გაევრცელებინათ ინფორმაცია მისი დაკარგული ქალიშვილის შესახებ და თავად აიღო ეს საქმე საკუთარ თავზე. პოსტში დედამ დეტალურად აღწერა ყველაფერი, რაც გაბრიელის შესახებ იცოდა, რომელსაც ის გაბის სახელით მოიხსენიებს. დაკარგული ქალი აღწერილია როგორც შერეული რასის წარმომადგენელი, ყავისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. ის არის 5 ფუტი და 2 დუიმის სიმაღლის და იწონის დაახლოებით 120 ფუნტს. მას აქვს რამდენიმე ტატუ, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინოა პატარა წითელი გულის კონტური მარცხენა თვალის ქვემოთ, მარცხენა ლოყაზე. ბოლო დროს ის ნახეს შავ მოკლე ტოპში, შავ სპორტულ შარვალში და სლაიდებში წინდების გარეშე. მისი დედის თქმით, მისი გაუჩინარების გარემოებები უდავოდ უჩვეულო და მისთვის არახასიათებელია. მისი გაუჩინარებასთან დაკავშირებული ავტომობილის არც ერთი დაფიქსირებული ნახვა არ გასაჯაროებულა და მძღოლიც არ არის იდენტიფიცირებული. გაუჩინარების შემდეგ მისი არც ერთი დადასტურებული ნახვა არ ყოფილა და მისი მდგომარეობა დღითი დღე უფრო და უფრო სასწრაფო ხდება. ჩრდილოეთ Little Rock-ის პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ამ გაუჩინარების შესახებ, გამოჩნდეს. სააგენტოსთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე 5-0-1-7-8-1-2-3-4. სააგენტოს საქმის ნომრით 2-0-2-6-1-6-9. გაბრიელის ნემესის საქმის ნომერია MP156 MP156 387. ნომერი 13.
2007 წლის 9 მარტს 20 წლის ჯეიმი ჰარპერმა დატოვა დედის პაქსტონის სახლი და წავიდა წვეულებაზე, რომელიც რანდულის Maplewood Estates Trailer Park-ში იმართებოდა. მისი მეგობარი ბიჭი, როგორც ამბობენ, იქ მარტო დატოვა და განაცხადა, რომ მას, ციტატა, საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. ჯეიმი გეგმავდა წვეულების შემდეგ მეგობართან დარჩენას, მაგრამ ბოლოს ის დილის 4 საათსა და 30 წუთზე წვეულებიდან გასვლისას ნახეს და იმ მეგობართან არასდროს მისულა. ჯეიმის დედა მისი გაუჩინარების შესახებ 1 კვირის შემდეგ განაცხადა, მას შემდეგ რაც მეგობარი, რომელიც ჯეიმის სახლში მიყვანას აპირებდა, არ გამოჩნდა. ჯეიმის ყველა ნივთი, მათ შორის მისი ყოველდღიური ეპილეფსიის სამალი, სახლში დარჩა. პოლიციამ თავდაპირველად მეგობარი ბიჭი დაკითხა, მაგრამ შემდეგ იგი გაათავისუფლა ეჭვმიტანილთა სიიდან. ანონიმურმა შეტყობინებამ, რომ ჯეიმიმ ზედოზირება მიიღო და მისი სხეული დოგთაუნში იყო, ამ რაიონში ჩხრეკა გამოიწვია, მაგრამ მტკიცებულება ვერ იპოვეს და შეტყობინება ხუმრობად მიიჩნიეს. გამომძიებლებმა აღნიშნეს შემაშფოთებელი მსგავსებები ჯეიმის საქმესა და 1997 წელს 19 წლის ჰიზერტ სიმერმანის გაუჩინარებას შორის, რომელიც ასევე რანტულის წვეულებიდან გაუჩინარდა. პოლიციას ორივე საქმეში ერთი და იგივე, ჯერ გაუმშავნებელი პირი, რომელიც გამოძიებას აინტერესებს ჰყავს, 30 წლის მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით წვეულებიდან ჯეიმისთან ერთად წავიდა. ის დაკითხეს, მაგრამ პოლიგრაფზე უარი თქვა და შემდეგ შტატიდან წავიდა. ის ილინოისში ქურდობის ბრალდებით ექსტრადირებით დააბრუნეს, ხოლო როდესაც ჯეიმისთან დაკავშირებით ხელახლა დაკითხეს, ადვოკატი მოითხოვა. 2007 წლის ოქტომბერში მისი მამის საკუთრებაზე ჩატარებულმა რეიდმა გამოავლინა ნაწილობრივ დამწვარი ვედრო უსაფრთხოების ხვედი ბიოლოგიური სითხის კვალით და ტანსაცმელი, მაგრამ არც ერთი მათგანი საბოლოოდ არ დაუკავშირეს დაკარგულ ქალებს. გამოძიებისთვის საინტერესო პირი ამჟამად იხდის 20 წლიან სასჯელს დამძიმებული ოჯახური ძალადობისთვის და პირობითი გათავისუფლების უფლება ექნება 2031 წელს. 2025 წლის მდგომარეობით არავინ დაუკავებიათ და ჯეიმი და ჰიზერი კვლავ დაკარგულებად ითვლებიან. არც ერთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული დანაშაულებრივი ქმედება. ნომერი 16. ფრენკი ოკონორი 26 წლის მამაკაცია კემსფორდიდან, ესექსი, ინგლისი. მისი წარსულისა და პირადი ცხოვრების შესახებ შეზღუდული ინფორმაცია მოწოდებული. იგი აღწერილია როგორც თეთრკანიანი, სიმაღლით 5 ფუტი 7 ინჩი და გამხდარი აღნაგობის მამაკაცი. მას აქვს ცისფერი თვალები და ყავისფერი თმა, ხოლო ფრენკის მარცხენა მაჯაზე სიტყვა ნან აქვს ამოტვიფრული. ის საზოგადოების საყვარელი წევრია და მისი გაუჩინარება არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ საზოგადოებასაც აწუხებს. ესექსის პოლიციისა და ახლობლების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკი 2026 წლის 3 აპრილის შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მისგან. ის სახლში არ დაბრუნებულა და არც ოჯახთან ან მეგობრებთან ქონია კონტაქტი, რამაც ფართომასშტაბიანი პანიკა და ინტენსიური საძიებო სამუშაოები გამოიწვია. მიუხედავად ყველა მცდელობისა, ფრენკის უცნაური გაუჩინარებისა და მის გარშემო არსებული გარემოებების შესახებ არანაირი კვალი არ გამოჩენილა. უცნობია რამ გამოიწვია ფრენკის გაუჩინარება, ან სად ნახეს იგი ბოლოს. ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მას შეიძლება ეცვას შავი პალტო, ან თან ჰქონდეს შავი პალტო. მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ფრენკის ბრაიტონის რაიონთან კავშირები აქვს და შეუძლია სარკინიგზო ქსელებით იქ ან სხვა ადგილას გამგზავრება. მოვლენის ზუსტი გარემოებები ჯერ კიდევ უცნობია. არ არის მითითებული მისი ოჯახი ფიქრობს თუ არა, რომ გაუჩინარება მისთვის დამახასიათებელია, ან უბრალოდ წასვლა ფრენკისთვის ჩვეულის აქციელი იყო. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს მისთვის ჩვეული, მისი გაუჩინარება ფართო შეშფოთებების მიზეზი გახდა, რაც მიუთითებს, რომ ამ გარემოებაში რაღაც უჩვეულოა მისთვის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზოგადოებას მოუწოდა დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ ფრენკი ნახეს ან იციან სად შეიძლება იყოს იგი. ის არ არის კლასიფიცირებული როგორც საფრთხეში მყოფი პირი, მაგრამ მისი პოვნა მაინც უმაღლესი მნიშვნელობისაა. ოჯახი და ესექსის პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებენ დაუკავშირდნენ ნომერზე 999-ზე და მიუთითონ საქმის ნომერი 1260, 3 აპრილის, თუ ფრენკის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვთ, ან რაიმე მინიშნება ან რჩევა, რაც მის პოვნაში დაეხმარებათ. ტეხასის არლინგტონის 15 ნომერში ცხოვრობდა მანუელ ჩავარია, ლიდიასა და მანუელ უფროსის ვაჟი. მის წარსულზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ როგორც უმეტესობა ფიქრობს, მას ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. თუმცა 1987 წლის მარტში რაღაც შეიცვალა მანუელში და მან დაიწყო ძლიერად სმა და ხანგრძლივად ძილი. ეს მოულოდნელი ცვლილებები მის ნაცნობებს აშფოთებდათ, რადგან როგორც მისი ოთახის მეწყვილე, ასევე დედა ამბობდნენ, რომ ეს მანუელის ხასიათს სრულიად არ შეესაბამებოდა. სწორედ ამ პერიოდში 25 წლის მანუელი აშკარად ავად გამოიყურებოდა, იმდენად რომ დედამ ნარკოტიკების მოხმარებაზეც კი ჰკითხა. მანუელმა უარყო, რომ რამეს ირებდა ალკოჰოლის გარდა. ავადმყოფური გარეგნობა, მოულოდნელი ალკოჰოლიზმი და ხანგრძლივი ძილის პერიოდები უდავოდ შეშფოთების მიზეზი იყო, რამაც ბევრს დააფიქრა, რამ შეიძლება მიიყვანა მანუელი ამ მდგომარეობამდე.
იმ დროს ახალგაზრდა მამაკაცი მუშაობდა ჰერიგანის რესტორანში, რომელიც ასევე არლინგტონში მდებარეობდა. მარტის 31-ს მას სამსახურში შეხვედრაზე უნდა დასწრებოდა. იმ საღამოს დაახლოებით 6 საათზე მანუელი თავისი საცხოვრებლიდან გავიდა ნახევრად შეღებილი, წითელი ზოლიანი 1987 წლის Honda Civic-ით და რესტორანში წავიდა. როგორც ჩანს, ის შეხვედრაზე არ მისულა და სახლიდან გასვლის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მასზე. როდესაც მისმა დამსაქმებელმა იმ საღამოს და შემდეგ დღეებში ვერ შეძლო მასთან დაკავშირება, მანუელის გაუჩინარების შესახებ აცნობა არლინგტონის პოლიციის დეპარტამენტს. საწყისმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სახლიდან გასვლისას ახლა უკვე დაკარგულმა კაცმა პირადი ნյութები თან არ წაიღო. ამ აღმოჩენის გარდა ვერ მოიძებნა სხვა კვალი ან მტკიცებულება, რომელიც მის ადგილსამყოფელზე მიგვითითებდა ან დანაშაულებრივ ჩარევაზე მიანიშნებდა. მომდევნო კვალი მანუელის შესახებ გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა. Honda საბოლოოდ 17 მაისს იპოვეს. ის მიტოვებული აღმოაჩინეს ფერმერული გზის 2119-ის მიმდებარედ კალბერსონის ოლქში, ტეხასში, კერძო საკუთრებაზე. ქონების მფლობელმა შემთხვევით ნახა მანქანა და მაშინვე დაუკავშირდა შერიფის დეპარტამენტს. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ გასაღებები ჯერ კიდევ ანთების საკეთში იყო. ხანჯრები ჩამოწეული იყო და ადგილზე მანუელის არანაირი კვალი არ ჩანდა. შემდეგ შემაშფოთებელი აღმოჩენა გაკეთდა. მანქანის უკანა ნაწილში იარაღის ყუთი იდო, ასევე იქვე რამდენიმე ვაზნა იყო მიმოფანტული. ნივთებს შორის იყო სიგარეტის კოლოფი, ცარიელი სურათის ჩარჩო და 6 ცარიელი ბოთრი. მალე ტერიტორიაზე ჩატარდა ჩხრეკა. პოლიცია ფიქრობდა, რომ მათ მანუელის ცხედარს და დაკარგულ იარაღს იპოვიდნენ. მიუხედავად ინტენსიური ძებნისა, დამატებითი კვალი აღარ გამოჩნდა. ობიში დაბრუნების შემდეგ პოლიციამ შეძლო იარაღის კვალის პოვნა და დაადგინა, რომ ის ბედფორდის ტეხასი ვოლმარტში იყო შეძენილი, სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მანუელი გაუჩინარდა. თუმცა გამომძიებლებს ვერ შეძლეს დაედგინათ, ვინ შეიძინა იარავი, მანუელი თუ უცნობები პირი. დაკარგული მამაკაცის დედა ფიქრობდა, რომ მისი შვილი მიდიოდა იმ ტერიტორიაზე, რათა ეძებნა მათი ოფილის სახლი პეკოში, თუმცა ეს მტკიცება დაუდასტურებელია. მიუხედავად იქ ჩატარებული ძებნისა, სამაშველო პერსონალმა კვლავ ხელცარიელი დარჩა. რათა უნდოდა მანუელს სახლში წასვლა უცნობია, მაგრამ ეჭვობენ, რომ გზაში მას შეიძლება დანაშაულებრივი ქმედება შეემთხვა, თუ ეს იყო მისი განზრახული დანიშნულების ადგილი. ნათესავები და მეგობრები არ მიიჩნევენ, რომ მანუელი გაფრთხილების გარეშე წავიდოდა ან საკუთარ თავს რაიმე ავნებდა. უკვე 28 წელი გავიდა იმ საღამოდან, რაც მანუელი გაუჩინარდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა და მის უკან საიდუმლო დატოვა. ნომერი 14. 34 წლის კრისტენ ვილცი, ნიუ ორლიანის, ლუიზიანას მცხოვრებია და ამჟამად პოლიციის გამოძიების ობიექტია, მას შემდეგ რაც უცნაური გარემოებების გამო დაკარგულად გამოცხადდა. მისი ცხოვრების და წარსულის შესახებ მცირე ინფორმაციაა საჯარო ცნობილი, თუმცა მის ოჯახი ამბობს, რომ კრისტინის დუმილი მისთვის უჩვეულოა და შეშფოთების საფუძველს იძლევა. ისინი მისი უსაფრთხოების გამო ხელავენ და ფიქრობენ, რომ კრისტინი შესაძლოა საფრთხეში იყოს. 2026 წლის 23 მარტს კრისტინი მართავდა თავის 2009 წლის Lincoln MKX SUV-ს Oliver White Avenue-ს 3000-იან მონაკვეთზე, ახლოს Abundant Street-თან, ნიუ ორლიანში. მანქანა, რომელსაც უკანა მგზავრის მხარეს ხილული დაზიანება აქვს, ამ ტერიტორიაზე დააფიქსირეს დილის 3-დან 4 საათამდე. იმ დილით, სადაც კრისტინი გაჩერდა, რათა აეყვანა მაშინ უცნობი პირი, რომელიც შემდეგ მაკ-არტურ მაკ-ეის სახელით იქნა იდენტიფიცირებული. სწორედ მას შემდეგ, რაც კრისტინმა მაკ-ეი აიყვანა, კრისტინი და მისი SUV გაუჩინარდნენ, რამაც მისი ოჯახი აიძულა განაცხადი გაეკეთებინა დაკარგვაზე და დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოძიება. ამან დეტექტივები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დაკარგული ქალი შესაძლოა ექსპლუატაციის ან სერიოზული ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ იყოს. ეს განცხადება გაკეთდა გამოძიების შემდეგ, რომელმაც გამოავლინა იმ მგზავრის ვინაობა, რომელიც კრისტინმა იმ დღეს აიყვანა. მოხსენებების მიხედვით, 42 წლის მაკის აქვს ძალადობის ფართო დოკუმენტირებული ისტორია და ის გაუჩინარების საქმეში გამოძიებისთვის საინტერესო პირად დაასახელეს. სამართალდამცველებმა მოგვიანებით გაიგეს, რომ ისიც დაკარგულად იყო გამოცხადებული, დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა კრისტინი გაუჩინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ლოურენსის ოლქის შერიფის ოფისმა გაამჟღავნა, რომ მაკი 2026 წლის 3 აპრილიდან დაკავებაში იმყოფებოდა. ის სავარაუდოდ პრობაციის საფუძველზე ყავთ დაკავებული, რაც მის წინა ბრალდებას უკავშირდება. New Orleans პოლიციის განცხადებით, ეს პიროვნება იყო ბოლო ადამიანი, ვინც კრისტინი ნახა, როდესაც მან ის 23 მარტს აიყვანა. უცნობია დაკითხეს თუ არა ის, ან ჩაატარეს თუ არა გამოძიება მის მიმართ, მას შემდეგ, რაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. კრისტინი ქვაბ დაკარგულად ითვლება და გამომძიებლები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, რა როლი შეიძლება ქონოდა მას მის საქმეში. 31 მარტს სპეციალური მსხვერპლთა განყოფილება საქმეზე გადაანაწილეს, რათა გამოეძიებინათ კრიტიკულად დაკარგული პირის, კრისტინ ვილცის საქმე.
ის აღწერილია როგორც აფრო-ამერიკელი ქალი, რომლის სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 160 ფუნტია. ბოლო ინფორმაციით ის პოლს ნახეს წითელი პერანგით, ლურჯი ჯინსებით და ჩუსტებით და წინდებით. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ სპეციალური მსხვერპლთა განყოფილების დეტექტივების ნომრებზე 50465852657 ან 50465855223. ნომერი 13. Colin Parsi დაიბადა 1982 წელს ნიკ და ნენსი ფარისების ოჯახში, სადაც ის ერთადერთი შვილი იყო. მისი ბავშვობა სავსე იყო ცეკვის, სიმღერისა და სპორტის სიყვარულით. მისი ამბიციები არასოდეს შესუსტებულა, არც მაშინ, როცა საშუალო სკოლაში გადავიდა და 2000 წლის სექტემბერში ის ზაფხულის კურსებს გადიოდა და მუშაობდა, რომ მიიღოს საშუალო სკოლის დიპლომი. Collins იმ წელს 18 წელი შეუსრულდა და თავისუფალ დროს ფლორიდის პლანტეიშენში მდებარე რესტორანში მასპინძლად მუშაობდა. იმ სექტემბერში კოლინმა ასევე იყიდა თვითმფრინავის ბილეთები, რომლებიც დეკემბრის არდადეგებზე კოლორადოში წაიყვანდა. მაგრამ ის ბილეთები არასოდეს იქნებოდა გამოყენებული. ახალგაზრდა ქალმა ვერ მიიღო საშუალო სკოლის დიპლომი და ვერც დაგეგმილ არდადეგებზე წავიდა. ეს იმიტომ, რომ Colin Elizabeth Parisi გაუჩინარდა. ეს მოხდა დაახლოებით 30 სექტემბერს დრის 3 საათზე, როცა ის ბოლოს ნახეს თავისი ოჯახის საცხოვრებელთან, ფლამინგოსა და Sunrise ბულვარების მახლობლად. როგორც ამბობენ, მან მიიღო სატელეფონო ზარი უცნობი პირისგან, რის შემდეგაც მან უცებ თქვა, რომ Coral Spring-ში რაღაცი საჭმელად მიდიოდა და სახლიდან გავიდა. როცა კოლინმა კარი ჩუმად გააღო და გავიდა, მან დააპირდა, რომ დაბრუნდებოდა იმ საღამოს 5:30-დან 6 საათამდე, ზუსტად მაშინ, როცა ოჯახი გეგმავდა მარლინსის თამაშზე წასვლას. მაგრამ ის სახლში აღარ დაბრუნებულა. მან გამოტოვა მარლინსის თამაში და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მისგან. კოლინმა თავისი სახლი დატოვა 4984 წლის Mazda MX-6-ით, რომლის სანომრე ნიშნიც იყო D48PIE. ეს მანქანა მხოლოდ თითქმის 1 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, როცა გამოძიება დაიწყო. მანქანა მიტოვებული იყო სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე, რომელიც სტამარაკში, მაგნაბის გზასა და Fine Island-თან ახლოს მდებარეობს. სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. კოლინმა იმ დღეს, როცა წავიდა, სახლში რამდენიმე პირადი ნივთი დატოვა და თან მხოლოდ მობილური ტელეფონი და ჩანთა წაიღო, რომლებიც არც ერთს არ უპოვიათ იმ ავტოსადგომზე, სადაც მისი მანქანა მიტოვებული იპოვეს. მანქანაც ჩაკეტილი იყო და ფანჯრები აწეული, რაც მიუთითებს, რომ მან შესაძლოა თვითონ დატოვა მანქანა, ჩაკეტა და შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა. პოლიციამ Mazda-ს გარე ნაწილზე არანაირი ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინა, რაც შესაძლოა ბოლოდროინდელი წვიმების ბრალი იყოს. ოჯახის დამატებითი დაკითხვისას დეტექტივებმა გაიგეს, რომ კოლინს უყვარდა ბილიარდის თამაში სპორტბარში, სახელად Bull and Q. ის მდებარეობს სწორედ ამ სავაჭრო ცენტრში. თუმცა მისი მშობლები ვერ ხსნიდნენ, რატომ წავიდოდა ის აქ სწორედ ამ დღეს, წინასწარი გეგმის გარეშე, იმ ავის მომასწავლებელი სატელეფონო ზარის შემდეგ. გამომძიებლებმა Bull and Q გამოძიების კიდევ ერთ საკვანძო წერტილად მიიჩნია, თუმცა არასდროს გაუმჟავნებია აღმოაჩინეს თუ არა აქ რაიმე მნიშვნელოვანი ან საინტერესო. შემდეგ, როცა მათ კიდევ უფრო მეტი ნათესავი დაკითხეს, საბოლოოდ იპოვეს მათი გამოძიებისთვის საინტერესო პირი. ეს ადამიანი იყო Collins ბიძა, რომელმაც როგორც ამბობდნენ, მას მოდელობის სამსახურის შოვნაში დახმარება შესთავაზა, განსაკუთრებით თეთრეულის რეკლამაში. როდესაც დეტექტივებმა კითხეს, მზად იყო თუ არა პოლიგრაფის ტესტის ჩასაბარებლად, მან უარი თქვა, რამაც მის მიმართ ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ამის მიუხედავად, ის კვლავ უარყოფდა, რომ კოლინის საიდუმლო გაუჩინარებასთან რაიმე კავშირი ჰქონდა. შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაკარგული ქალის მშობლები მის მობილურზე შეტყობინებს ნებებს ტოვებდნენ, იმ იმედით, რომ ერთ დღეს ის უპასუხებდა მათ. საბოლოოდ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ გადაეხადათ მოწყობილობის საფასური, თუმცა კოლინის სიცოცხლის დაზღვევისა და კოლეჯის სწავლის ფულით ჯილდოს შეთავაზება გააგრძელეს. იმ დროისთვის ჯილდო $30,000-მდე იყო გაზრდილი ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც მათ ქალიშვილის ადგილსამყოფელისა და უცნობი მკვლელის ვინაობის დადგენაში დაეხრენაში დაეხმარებოდა. ხელისუფლება არ ჩქარობს დაიჯეროს, რომ კოლინი საკუთარი ნებით წავიდა, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია ზუსტი გარემოებები, რომლებიც ამ საქმეს უკავშირდება. უცნაურია, რომ ახალგაზრდა ქალს ასევე აქვს რამდენიმე გამორჩეული ნიშანი, მათ შორის მრავალი ტატუ და პირსინგი. მას აქვს პეპელაწეის ქვედა ნაწილზე, ჩინური იეროგლიფები კოჭზე და ზოლი მეორე ფეხზე. მას აქვს ყურის პირსინგი, ენის პირსინგი და მუცლის პირსინგი. ამ მახასიათებლებიდან არც ერთი არ გამოჩენილა არც ერთ Jane Doe-ს საქმეში, რაც გვაფიქრებს რა მოხდა სინამდვილეში კონდვილეში. ნომერი 12. Dallas-ის ტეხასის მცხოვრების Parthray Edmonds-ის ოჯახის წევრების თქმით, მას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ვრცელი დოკუმენტირებული ისტორია. ამ მოკლე ბიოგრაფიის მიღმა მის შესახებ საჯაროდ ბევრი არაფერია ცნობილი, მათ შორის არც მისი სამუშაო ადგილი, ურთიერთობები ან საცხოვრებელი პირობები.
მაგრამ რაც ვიცით ამ 40 წლის კაცის შესახებ არის ის, რომ ის გაუჩინარდა და მისი მაღალი რისკის სტატუსიდან გამომდინარე, მისი პოვნა უმაღლესი მნიშვნელობისაა. Partrey Edmonds-ის საქმე დაიწყო მის დალასის სახლში 2026 წლის 21 თებერვალს. 1 თებერვალს. უცნობია ვინ იმყოფებოდა იქ იმ დროს, ან ვინ იყო მოწმენი ამ მოულოდნელი გაუჩინარების, მაგრამ ვიღაცამ ნახა როგორ დატოვა მაცხოვრებელმა სპონტანურად თავისი სახლი. მისი წასვლის ფორმაში არ ჩანდა წინასწარი დაგეგმვის ნიშნები და არც ის თუ სად აპირებდა წასვლას. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის არ დაბრუნებულა. გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული მამაკაცი მოულოდნელად ფეხით წავიდა უცნობი მიმართულებით, დატოვა თავისი პირადი ნივთები და ავტომობილი. საქმის კიდევ უფრო გართულებას იწვევდა Partrey Edmonds-ის მობილური ტელეფონის არქონი, რაც გამორიცხავდა მოწყობილობის მეშვეობით კვალის დადგენის შესაძლებლობას და სამართალდამცველებს არ აძლევდა საშუალებას შეედგინათ მისი გადაადგილების ციფრული რუკა. 21 თებერვლის დილიდან მას არ ქონია არანაირი კონტაქტი ოჯახთან, მეგობრებთან ან ნაცნობებთან. ნებისმიერი მინიშნება იმის შესახებ თუ სად შეიძლება წასულიყო ის, კვლავაც მიუკვლეველი რჩება სამართალდამცველებისთვის. დალასის პოლიციის დეპარტამენტმა მას შემდეგ საქმე მაღალი რისკის კატეგორიაში შეიყვანა და Partrey დაუცველ ზრდასრულად გამოაცხადა. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ დაკარგული მამაკაცი ფეხით გადაადგილდება დალასის სწრაფი ტრანსპორტის სისტემით, ანუ DART-ით. მათ ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა ცდილობდეს მაღალი სიმჭიდროვის რაიონებში მოხვედრას. Partrey-ის ოჯახს ეშინია, რომ მას შეიძლება კონდეს დეზორიენტაციის ეპიზოდი, რომელიც ხელს უშლის ან არ აძლევს სურვილს თავი გააცნოს ადამიანებს, მათ შორის სამართალდამცავებსაც. დეტექტივებმა მას შემდეგ დაათვალიერეს იმ რაიონში მდებარე რამდენიმე ბიზნესის უსაფრთხოების კამერები, საიდანაც ის გაუჩინარდა, იმ იმედით, რომ განსაზღვრონ მისი ზუსტი მარშრუტი. ამ ცდელობამ ჯერჯერობით შედეგი არ გამოიგო. დეპარტამენტი ეხლა დიდად ეყრდნობა საზოგადოების სიფხიზლეს. Partrey-ის დედა, Diane Edmonds-ი და ოჯახის სხვა წევრებიც დაუკავშირდნენ საზოგადოებას, იყენებენ და ამუშავებენ ყველა შესაძლო საშუალებას, რომ გაავრცელონ ინფორმაცია მის შვილზე, როგორც ციფრულად, ასევე ფიზიკურად, რათა მისი სახელი მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში. ახლობლები კვლავაც იმედით არიან, რომ Partrey მალე მოიძებნება, რადგან მისი პოვნისთვის მასშტაბური ძალისხმევა გრძელდება. მას შემდეგ ის დაემატა ნამუსის მონაცემთა ბაზაში საქმის ნომრით MP156071. Partrey Edmonds-ი აღწერილია როგორც აფროამერიკელი მამაკაცი შავი თვითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 5 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 150 ფუნტია. უცნობია რა ეცვა მას გაუჩინარების დროს, მაგრამ ამ დაკარგულ პირთან დაკავშირებული ინფორმაციამ შეგიძლიათ მიაწოდოთ დალასის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 214-414-1268, საქმის ნომრით 027 2026, ნომერი 11. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში Stacy and Ned Crawford-ის ოჯახი აქტიურად ავრცელებს თხოვნებს სხვადასხვა სოციალური მედიის საიტებზე, იმ იმედით, რომ ვინმეს ის უნახავს. Stacy-ის ისტორია დაიწყო 2022 წლის 21 ივლისს, როდესაც ის 44 წლის იყო. როგორც ამბავი მოგვითხრობს, დღე ჩვეულებრივად დაიწყო, თუმცა მისი გადაადგილებების დიდი ნაწილი უცნობი იყო. იმ დღეს დაახლოებით საღამოს 9 საათზე ის ბოლოს ნახეს White Welsh-ში, Tennessee შტატში. მკითხებულებები მიუთითებს, რომ იმ საღამოს გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე ის რამდენიმე ადამიანთან იყო კონტაქტში. საგანგაშოდ, Stacy-ის წითელი Chevrolet K1500 Tahoe Tennessee-ის სანომრე ნიშნით P8222W მასთან ერთად გაუჩინარდა. არ არის ნათელი ბოლოს ის მართავდა თუ არა მანქანას თავისი სახლის დატოვებისას, თუ მანქანა მოგვიანებით გაუჩინარდა. ბიზარული შემთხვევის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა ორი ფაქტისა. Stacy არსად ჩანდა და მისი მანქანაც გაუჩინარებული იყო. უცნობია როდის ან როგორ განაცხადეს მისი დაკარგვის შესახებ, მაგრამ გამოძიება მხოლოდ თითქმის 1 თვის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად ხელისუფლებას სჯეროდა, რომ ის 9 აგვისტოს გაუჩინარდა, რაც როგორც ჩანს არასწორი გამოძიების შედეგი იყო. თუმცა სატელეფონო ჩანაწერებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ ის 3 კვირით ადრე გაუჩინარდა. როდესაც გამომძიებლები ცდილობდნენ გაეგოთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო და როგორ მივიდნენ ამ მომენტამდე, მათ პირველი კვალი აღმოაჩინეს. ეს იყო Stacy-ის Chevrolet, რომელიც 2 სექტემბერს იპოვეს თითქმის 2 თვის შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა. მანქანის პოვნის შემდეგ პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი დაკარგული პირის საქმესთან დაკავშირებითაც. მათ ხელბორკილები დაადეს 49 წლის Ronnie McFalls გილდიდან, Tennessee-დან და მიეცილეს ციხის საგანში. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს სატრანსპორტო საშუალების ქურდობასა და მტკიცებულებების ხელყოფაში. როგორც ამბობენ, რონი ფლობდა მანქანას, მაგრამ გაურკვეველია, როგორ ან როდის აღმოჩნდა ის მის ხელში. ის ასევე ცდილობდა მანქანის გავიდვას, რის შედეგადაც დეტექტივებმა შეძლეს მისი პოვნა. დაკარგულ ქალსა და მამაკაცს, რომელსაც მისი მანქანა ჰქონდა შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ უცნობია. რონი ამ საქმეში საქმისთვის საინტერესო პირად არის დასახელებული, თუმცა ის პირდაპირ ეჭვმიტანილად არ არის გამოცხადებული.
დაკარგვის საქმეს კიდევ უფრო საიდუმლო ხასიათი შეძინა განცხადებამ, რომ ხელისუფლება სტეისის საქმესთან დაკავშირებით მეორე პირსაც ეძებდა. ეს პიროვნება ბარბი ანდერსონი, რომელთანაც Detective Web-ს შემდგომი ინტერვიუების ჩატარებას ჩატარება. ბარბი ანდერსონმა განცხადების შემდეგ თავად ჩაბარდა პოლიციას, თუმცა სხვა ამ საქმესთან დაუკავშირებელი ორდერის საფუძველზე. ის ამჟამად მარიონის საგრაფოს ციხეში იმყოფება და შემდგომი ინტერვიუ ჯერ კიდევ ჩასატარებელია. როგორც ამბობენ, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა მათი ვინაობა საჯაროდ არ გამოუცხადებიათ. შეკროებული მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს, ასევე არ გამოუქვეყნებიათ, რის გამოც ბევრი ადამიანი ფიქრობს და ვარაუდობს გაუჩინარების შესახებ. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ 3 წლის შემდეგაც კი პროგრესი არ არის. ნომერი 10. Jennifer Remelardi Obernies, Massachusetts-ის მცხოვრებია. 47 წლის Jennifer Remelardi ადრე მუშაობდა Reliant Medical ჯგუფში. ის ერთი შვილის დედაა და ძალიან უყვართ როგორც ოჯახს, ასევე მთელ საზოგადოებას. ოჯახის წევრების თქმით, ჯენიფერი ხანდახან უჩინარდებოდა, მაგრამ ყოველთვის უკავშირდებოდა მათ, განსაკუთრებით თავის ქალიშვილს. იგი ცნობილია, რომ ხშირად მოგზაურობდა ქვეყნის მასშტაბით დიდ მანძილებზე და მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერისთვის ხანდახან გაუჩინარება უჩვეულო არ იყო, ამჯერად მისი დუმილი განსხვავებული იყო, რადგან ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა. ყველაზე დიდი პერიოდი, რაც კი ოდესმე კონტაქტს გაწყვეტია. ჯენიფერის გაუჩინარებასთან დაკავშირებული უცნაური გარემოებები 2025 წლის ნოემბერში გამოიკვეთა. იმ თვეში მან დატოვა თავისი ობერნის სახლი, რათა მოენახულებინა ნათესავები, რომლებიც ლეისტერის ქუჩაზე ცხოვრობენ. სწორედ აქ მოხდა დაურკვეველი გამათი ოჯახში, რის შედეგადაც ჯენიფერმა სწრაფად დატოვა ეს ადგილი. მან დატოვა საცხოვრებელი თავისი ნაცრისფერი 2012 წლის Toyota Camry-ით, მასაჩუსეტსის სანომრე ნიშნით RS11GR. ვის ოჯახს და მეგობრებს მას შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა წასვლის შემდეგ გარკვეული ხნით მაინც ინარჩუნებდა მათთან კონტაქტს. ოჯახმა ჯენიფერისგან ბოლო შეტყობინება ლეპტოპიდან მიიღო. შეტყობინებაში ეწერა, რომ მობილური ტელეფონი დაეკარგა. მას შემდეგ საყვარელ ადამიანებს მისგან არაფერი სმენიათ, რაფერი სმენიათ. 2026 წლის 31 იანვარს ჯენიფერის ბოლო ნახვა დაფიქსირდა სარასოტაში, ფლორიდაში. ის კამრისთან ერთად ნახეს. ეს ავტომობილი მოგვიანებით თებერვლის შუა რიცხვებში ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ფლოკის კამერებმა დააფიქსირეს, მაგრამ მას შემდეგ აღარავის უნახავს. არც მოწმეებს და არც კამერებს აღარ დაუფიქსირებიათ. ჯენიფერი ოფიციალურად დაკარგულად ამ წლის 3 მარტს განაცხადეს ობერნის პოლიციის დეპარტამენტში, რომელიც აქტიურად იძიებს ამ საქმეს. ჯენიფერის ოჯახი ძალიან შეშფოთებულია დაკარგული ქალის მდგომარეობით, მათ შორის მისი ბიძაშვილი ენტონი რემილარდიც. მან კომენტარი გააკეთა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან, რადგან შესაძლოა ის თავის მანქანაში ცხოვრობდეს და ფული არ ჰქონდეს. ოჯახს ასევე ეშინია, რომ შესაძლოა რაღაცა უფრო ცუდი მოხდა. ენტონიმ აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯენიფერი ქვეყნის სხვა ნაწილში წავიდა. მაგრამ ის აღნიშნავს, რომ სჯერა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც განსხვავებული და უდავოდ არასწორია. ყველა ვინც ჯენიფერს იცნობს, შეშფოთებულია მის გამო და სასოწაკვეთილია, რომ გაიგოს უსაფრთხოდ არის თუ არა. მისი აღწერით, მას ქერათმა აქვს, სიმაღლეში 5 ფუტი და 9 ინჩია და წონა დაახლოებით 130 ფუნტია. ინფორმაცია Jennifer Remelardi's გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ობერნის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 5083227. სააგენტოსთან ასევე შეგიძლიათ დაკავშირება მათი ელექტრონული პოსტის მისამართით auburnmasspolice.org. სხვა შემთხვევაში ანონიმური მინიშნებები შეგიძლიათ გაგზავნოთ ტექსტური შეტყობინებით მისამართზე auburnmasspolice.org. ნომერი 9. Kiana Coley, Brooksville-ის, ფლორიდის მცხოვრებები 23 წლიდან ნარკოტიკების მოხმარების პრობლემებს ებრძოდა. 2019 წელი იქნებოდა მეოთხე წელი, რაც ის ამ სამწუხარო მდგომარეობას ებრძოდა. მისი პრობლემების მიუხედავად ის ოჯახთან რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებდა. თებერვლისთვის კი ნარკოტიკები კიანასთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა გახდებოდა. რამდენიმე თვით ადრე, 2018 წლის ოქტომბერში, ის ოჯახური ძალადობის შედეგად მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა. დამნაშავე იყო ყოფილი შეყვარებული დეივეინ უილიამსი, რომელმაც სავარაუდოდ ის რასელოდოთ უილიამს საბოლოოდ წაუკანეს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობაში და დაკავების წინააღმდეგობის გაწევაში. იმის გათვალისწინებით, რომ კიონა იყო მსხვერპლი, მას ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა, რაც 2019 წლის 11 თებერვლისთვის იყო დანიშნული. მაგრამ ერთი დრით ადრე, სანამ ის ჩვენებას ვისცემდა, 27 წლის კიონა უცნაურად გაუჩინარდა და უკან დატოვა თავისი 3 წლის ვაჟი. იმ დღეს კიონას ჩამოიყვანეს Shady Oak Villas Circle-ზე, სადაც ის თავის მეგობარს სტუმრობდა. ის იმ საღამოს დაახლოებით 11 საათზე სახლიდან გავიდა. მან Dr. Martin Luther King Jr.-ის ბულვარზე, Brad Street-ის მიმართულებით დაიწყო სვლა.
ბოლოს ის თვალთახედვიდან გაქრა და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მის შესახებ. ქიონა მეორე დილით უნდა წასულიყო თავისი შვილის ასაყვანად ოჯახის წევრთან, შემდეგ ბავშვი ბაღში მიიყვანა და შემდეგ სახელმწიფო პროკურორის ოფისში წასულიყო. ის არც ერთ ამ ადგილამდე არ მისულა. ნათესავის თქმით, დაკარგულ ქალს სიცოცხლის მოსპობის მუქარები იღებდა თავისი ჩვენების გამო. ამან დააფრთხოდა, სავარაუდოდ ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება. ქიონას სასამართლოში არ ყოფნამ გამოიწვია ის, რომ უილიამსის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიხსნა. თუმცა მას შემდეგ ის დარჩა მისი გაუჩინარების საქმეში გამოძიებისთვის საინტერესობისთვის საინტერესო ერთადერთ პირად, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სასამართლოს მოლოდინში გირაოზე იყო გათავისუფლებული. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები ეძრობენ, რომ საქმეში დანაშაულებრივი ქმედებაა ჩართული, მათ თითქმის არანაირი მტკიცებულება არ აღმოაჩინეს, რათა ვინმეს ბრალი წაეყენებინათ ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოძიებაში შემაშფოთებელი პროგრესის ნაკლებობის მიუხედავად, მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ის საკუთარი ნებით არ წავიდოდა. მტკიცედ მიიჩნევა, რომ უილიამს აქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ და შესაძლოა ხელი ჰქონდა მის ამოუხსნელ გაუჩინარებაში. ნომერი 8. ლიზანდრო სარტიაგე. მუდმივი რეზიდენტის სტატუსი ინარჩუნებს და შეერთებულ შტატებში ლეგალურად შევიდა, რის შემდეგაც ფერმაში მუშად დასაქმდა. რამდენიმე წლის წინ, 28 წლის მამაკაცმა მიიღო სერიოზული თავის ტრავმა, რის გამოც როგორც ამბობენ, მას დარჩა გონებრივი პრობლემები. ავარიის მიუხედავად მან მუშაობა გააგრძელა, რათა ოჯახი შეენახა. მისი ახლობლები მას ოჯახზე მზრუნველ კაცად ახასიათებენ, რომელსაც მექსიკაში ცოლი და ქალიშვილი ჰყავს. ის ძალიან შრომელია და მუშაობს ჰემილტონის ნიუ-ჯერსის მოცვის მინდვრებში. ასევე იქვე ახლოს სახლიც აქვს. ასევე ცნობილია, რომ ის ხანდახან მეინშიც მუშაობს მოცვის სეზონზე. ლიზანდროს დეპრესიის ისტორია აქვს და ამის გამო მას მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება. მაგრამ ის ამ აუცილებელი მკურნალობის გარეშე გაუჩინარდა, რამაც მის მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე ფართო შეშფოთება გამოიწვია. ეს იყო 2026 წლის 27 თებერვალი, როდესაც ლიზანდრო ბოლოს ნახეს, როგორ ტოვებდა თავის საცხოვრებელს ლორელ ავენიუს რაიონში. მან დაახლოებით 1 საათზე ფეხით დატოვა სახლი, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ არავის უნახავს, ან არაფერი სმენია მისგან. ოჯახის თქმით, დაკარგული კაცი ყოველთვის უკავშირდებოდა მათ და მისი დუმილი უდავოდ არ იყო მისთვის დამახასიათებელი, რაც შეშფოთების საფუძველს იძლეოდა. ახლობლები ამბობდნენ, რომ მას შესაძლოა სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და იუწყებოდნენ, რომ მან საცხოვრებელი ადგილი დატოვა პირადი ნივთების გარეშე, მათ შორის ტელეფონისაც. არავინ იცოდა, სად მიდიოდა, ან როდის დაბრუნდებოდა. გაუჩინარება მოხდა იმიგრაციის წინააღმდეგ მიმდინარე მკაცრი ზომების ფონზე, რამაც ნათესავებს აფიქრებინა, რომ შესაძლოა იგი დაეკავებინათ, მიუხედავად იმისა, რომ მას მუდმივი ბინადრობის სტატუსი აქვს. სიმონმა ლაზანდროს ძმამ ონლაინ საიმიგრაციო და საბაჟო ახსურების ბაზა გადაამოწმა, რომ ენახა დააკავეს თუ არა იგი, მაგრამ მისი სახელი იქ არ იპოვეს. სიმონის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჰემილტონში მასშტაბური საძიებო ოპერაცია ჩაატარა. მათ გაჩხრიკეს დღიანი ადგილები და მიმდებარე უბნები, მაგრამ მათი ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა. ყოველი გასული დღით ლაზანდროს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმედის წაფებს ეჭიდებიან, მისი ოჯახი ამბობს, რომ ცუდი ფიქრების თავიდან აცილება რთულია. მისმა ბიძაშვილმა ტონიმ აღნიშნა, რომ როცა ადამიანი არ ჩნდება, იწყებ ფიქრს, რომ შეიძლება აღარასდროს გამოჩნდეს. ჰემილტონის პოლიციის დეპარტამენტი საზოგადოებას დახმარებას თხოვს და მოუწოდებს მაცხოვრებლებს გადაამოწმონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 27 თებერვლიდან მოყოლებული, იმ იმედით, რომ რომელიმე კამერამ ის დააფიქსირა, რაც სხვამ ვერ დაინახა. ნათესავები შეშფოთებულნი არიან, რომ მედიკამენტების გარეშე ლაზანდრო შეიძლება დაბლეული იყოს და არ იცოდეს, როგორ დაბრუნდეს სახლში. მისი აღწერილობით ის არის ჰისპანელი მამაკაცი, შავი, გამელოტებული თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 175 ფუნტია. მის გაუჩინარების დროს ლიზანდროს ჰქონდა მოკლე ულვაში და მოვლილი წვერი, რომელიც მის ქვისა და ნიკაპის გასწვრივ გადიოდა. გაუჩინარებული მამაკაცი ბოლოს ნახეს ნაცრისფერი ქურთუგით, ლურჯი ჯინსებითა და ყავისფერი სამუშაო ჩექმებით. ინფორმაცია, რომელიც მის გაუჩინარებასა და ადგილსამყოფელს ეხება, შეგიძლიათ მიაწოდოთ ჰემილტონის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 600 9500 4000, სააგენტოს საქმის ნომრით 26000 326 1,03,484. ის ჩამოთვლილია ნამოსის მონაცემთა ბაზაში საქმის ნომრით MP156, MP156, 171. ნომერი 7. ეს იყო 1986 წლის 16 აპრილის საღამოს 5 საათი ედვარდსვილში, პენსილვანია, როდესაც 81 წლის ანჯელა კისლო ბოლოს ნახეს. ის შენიშნეს თავის საცხოვრებელთან გეითვეი მანორში, ხელში ეჭირა პატარა საფულე და ბინის გასაღები. ეს ნივთები მიუთითებდა, რომ ის იმავე დღეს მოგვიანებით სახლში დაბრუნებას აპირებდა. მაგრამ ანჯელა აღარასოდეს დაბრუნებულა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. როდესაც ის შემდეგ დღეებში აღარ გამოჩნდა, მეზობლები და ოჯახის წევრები შეშფოთმენ და საბოლოოდ დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეიტანეს.
ოჯახის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მათ სჯეროდათ, რომ მისთვის უჩვეულო იქნებოდა გაფრთხილების გარეშე უბრალოდ წასვლა. ასევე არ ჩანდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ის ავად იყო ან მეხსიერების პრობლემები ჰქონდა. ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ რაღაც რიგზე არ იყო ქალის შეშფოთება იმაზე, რომ ვეღარ აკეთებდა იმას, რასაც ადრე აკეთებდა. ამის გარდა, ანჯელა თავისი ასაკისთვის სრულიად ჯანმრთელი იყო და მას არ ქონია არც ერთი სამედიცინო დიაგნოზი. მისი გაუჩინარებიდან 2 დღის შემდეგ საგამოძიებო ჯგუფმა გადაწყვიტა ძებნის გაძლიერება და ძებნის წაღლების გამოყენება. მათ სწრაფად აიღეს ანჯელას სუნი და თავიანთი გამყოლები მიიყვანეს Black Diamond რკინიგზის ხიდთან, სადაც სუსკეჰანას მდინარე მიედინებოდა. შემდეგ მათ ანჯელას კვალი მდინარის ქვემოთ კიდევ 50 ფუტზე მიიყვანეს, რის გამოც მდინარე საფუძვლიანად გადაათრიეს და გაჩხრიკეს. გაუმძიებლებს ხელსარიელი დარჩათ და ანჯელას ადგილსამყოფელის შესახებ სხვა კვალი ვერ იპოვეს. ბევრისთვის უცნაური იყო ის, რომ მისი სუნის კვალი სრულიად სხვა მიმართულებით აიღეს, ვიდრე ანჯელა ჩვეულებრივ დადიოდა. ის იყო აქტიური მოსიარულე, რომელსაც მანქანას არ მართავდა. მისი მარშრუტები ძირითადად მოიცავდა წმინდა ჰედვიგის ეკლესიას ზერბის ავენიუზე, კინგსტონში, რომელიც 1 მილის დაშორებით იყო იმ ადგილიდან, სადაც ძაღლებმა სუნის კვალი აიღეს. მისი მარშრუტი ასევე ხიდის საპირისპირო მიმართულებით იყო, ამიტომ როგორ აღმოჩნდა იქ დღემდე საიდუმლოდ რჩება. პოლიცია ასევე ჩაატარებდა კირბის პარკისა და მის გვერდით გამავალი დამბის სრულყოფილ ჩრეკას. კლავაც არაფერი არ მოაჩინეს. შემდეგი კვალი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა და ის სავარაუდო დანახვის შესახებ ინფორმაციის სახით გამოჩნდა. ერთმა კაცმა პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ ნახა ქალი, რომელიც ანჯელას აღწერილობას შეესაბამებოდა. მან განმარტა, რომ ანჯელა დაინახა კიდერის ქუჩასა და ვილკს-პარის ბულვარზე იმავე დღეს, როდესაც ის გაუჩინარდა. როდესაც კითხა სჭირდებოდა თუ არა დახმარება, კაცის შემოთავაზებას პასუხი არ მოჰყოლია. მან აღწერა ქალი, როგორც დაბნეული და ნაწილობრივ დეზორიენტირებული. თუმცა ეს დანახვა არასოდეს დადასტურებულა. ამიტომ გაურკვეველია, ვის ნახა პოტენციურმა მოცმა იმ საღამოს ქუჩაში. გამოძიების მიმდინარეობისას პოლიცია ანჯელას სახლშიც მივიდა, სადაც იპოვეს მისი ჩანთა იატაკზე $200-თან და მის პირადობის მოწმობასთან ერთად. დაკარგული ქალის გასაღები და საფულე მონეტებით კვლავ მასთან ერთად დაკარგული იყო. როდესაც არანაირი ხელჩასაჭიდი ან მინიშნება არ არსებობდა, პოლიციას მოუწია საძიებო სამუშაოების შეწყვეტა, დაპირებით რომ ისინი განაახლებდნენ ძიებას, თუ და როდესაც დამატებითი ინფორმაცია გამოჩნდებოდა. მას შემდეგ გაუჩინარების საქმეზე აღარანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. ანგელას უცნაური გაუჩინარება დღესაც ისეთივე აუხსნელად რჩება. მისი შესაძლო ნახვის სხვა შემთხვევები არასდროს დაფიქსირებულა. არც ერთი უცნობი ქალი არ ემთხვევა მის აღწერას და მისი ბედი კვლავ უცნობია. ნომერი 6. ჩავ სიმონს გაუჩინარების მსგავსად, ვანესა ბრეის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მისი დაბადების სახელია ვანესა რენე ჰარისი. მეგობრები და ოჯახი მას ჯესის ეძახიან და გაუჩინარებამდე ის ცხოვრობდა სტიგლერში, ოკლაჰომაში. მას აქვს რამდენიმე ტატუ, მათ შორის C და H კისრის უკანა მხარეს, ასევე რამდენიმე მამაკაცის სახელი ფეხის ქვედა ნაწილზე. ვანესას საქმე დაიწყო 2026 წლის თებერვლის დასაწყისში, როდესაც ოჯახსა და მეგობრებს მისგან მოულოდნელად აღარაფერი ესმოდათ. მასთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა უპასუხოდ რჩებოდა. 7 თებერვალს ნათესავებმა 38 წლის ვანესას სახლში წერილი იპოვეს, სადაც ეწერა, რომ ის ოკლაჰომა სიტიში მიდიოდა, თუმცა არ იყო განმარტებული რატომ ან რამდენ ხანს დარჩებოდა იქ. 2 დღის შემდეგ მისი ტელეფონი პირდაპირ ხმოვან ფოსტაზე გადადიოდა. მას შემდეგ ვანესა აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მისგან. მისი სახლის ეზოდან გამქრალი იყო ვერცხლისფერი და შავი 2013 წლის Toyota Camry ოკლაჰომას სანომრე ნიშნით RFN 246, რომელიც მოხსენებაში იყო მითითებული, რათა პოლიციასა და საზოგადოებას მისთვის თვალყური ედევნებინათ. 4 დღის შემდეგ, რაც ვანესა უჩვეულოდ გაუჩინარდა, ოკლაჰომა სიტის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს 2013 წლის Toyota Camry, რომელიც დადასტურდა, რომ ვანესას ეკუთვნოდა. დეპარტამენტის ცნობით, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს საგზაო შეჩერების შემდეგ, თუმცა უცნობია მართავდა თუ არა დაკარგული ქალი მას, ან რა დაემართა მას მას შემდეგ, რაც ტრანსპორტის გარეშე დარჩა. საზოგადოების წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა მანქანა საერთოდ საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი, რაც ანგარიშში არ არის გამჟღავნებული. მანქანა შეიძლება საჯარიმო სადგომზე გადაიყვანონ, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს არ აქვს მართვის მოწმობა. მანქანა ტექნიკურად გაუმართავია, ადგილი აქვს უყურადღებო მართვას, არსებობს კრიმინალური ეჭვი, ან მძღოლი დააკავეს. მაგრამ ოკლაჰომა სიტის პოლიციის დეპარტამენტს არ დაუდასტურებია მოხდა თუ არა ვინმეს დაკავება საგზაო გაჩერებისა და მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის დროს. ასევე არ დაუზუსტებიათ, იყო თუ არა გაჩერებული პირი საერთოდ ვანესა ბრეი. საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ვანესა ბრეის მიმართ დაპატიმრების ორდერი გაიცა, რადგან ის არ გამოცხადდა სასამართლოში კონტროლირებადი ნივთიერების უკანონო ფლობის ბრალდებით.
ორდერი გაცემული იყო 4 მარტს, თითქმის 1 თვის შემდეგ მისი გაუჩინარებიდან. Vanessa Brace დადასტურებულად არავინ უნახავს 7 თებერვლის შემდეგ და მისი ოჯახი ძალიან ცდილობს იპოვოს იგი და დარწმუნდეს რომ ის უსაფრთხოდ არის. გაუჩინარებულ ქალს ავწერენ როგორც თეთრკანიანს, წითური ან მუზიკალო ყავისფერი თმით და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი 2 ინჩიდან 5 ფუტი 4 ინჩამდე და იწონის 140-დან 180 ფუნტამდე. მისი გაუჩინარების დროს თმა მხრებამდე ჰქონდა შეჭრილი და წითლად შეღებილი. ინფორმაცია Vanessa Rene Brace საქმესთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიაწოდოთ პიტსბურგის ოლქის შერიფის ოფისს ნომერზე 9-1-8-2-3-5-8-8. მისი სააგენტოს საქმის ნომერია 26 260,130. ნომერი 5. Samuel Reiseris წარსულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გარდა იმისა, რომ განქორწინების შემდეგ მას ქალიშვილის მეურვეობა მიენიჭა. იყო 2010 წელი და 60 წლის Samuel Reiseri ცხოვრობდა გლაზგოში, დასავლეთ ვირჯინიაში, თავის 17 წლის ქალიშვილთან ერთად, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლობდა. უმეტესობისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა და მას მტრები არ ჰყავდა. თუმცა მისი საქმის შემზარავი დეტალები სხვა რამეს მიანიშნებს. დეკემბრის დასაწყისი იყო და სამუელი მარტო ცხოვრობდა, რადგან მისი ქალიშვილი სამხედრო სკოლაში სწავლობდა. ის ცხოვრობდა მესამე ავენიუს 300 ბლოკში, იმ ადგილას, სადაც ბოლოს მე-7 რიცხვში, საღამოს 5 საათზე ნახეს. შემდეგ დღეებში ის არ გამოცხადდა ნახშირის მაღაროში სამუშაოდ, რამაც შეშფოთება გამოიწვია მის დამსაქმებელსა და ნათესავებში. სამუელსთვის უჩვეულო იყო სამსახურის გაცდენა, განსაკუთრებით ისე, რომ წინასწარ არ დაერეკა. მისი მდგომარეობის გამო შეშფოთებულმა სახლის მეპატრონე სამუელის სახლში წავიდა, იმ იმედით, რომ მისი მოქირავნე უბრალოდ გაციებული იყო. თუმცა მის შვილისას მან სახლის შემაშფოთებლად სარიელი ნახა და 11 დეკემბერს კანაჰას ოლქის შერიფის დეპარტამენტში დაკარგული პირის შესახებ განაცხადი შეიტანეს. საწყის გამოძიებაზე ოფიცრებმა გაიგეს, რომ Samuels რამდენიმე დღეა ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. არც მეზობლებს უნახავთ იგი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს მისთვის სრულიად უჩვეულო იყო. შემდეგ ხელისუფლებამ ყურადღება ცარიელ სახლზე გადაიტანა. პირველად მათ გარე ტერიტორია დაათვალიერეს, მაგრამ იძულებითი შეღწევის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. შუქები ჯერ კიდევ ანთებული იყო და შიგნიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა. როდესაც მათ კარზე რამდენჯერმე დააგაკუნეს და პასუხი ვერ მიიღეს, პოლიციამ გადაწყვიტა საცხოვრებელში შესვლა. მათ ეს ჯერ არ იცოდნენ, მაგრამ ძალიან შემაშფოთებელ და მოულოდნელ სურათს წააწყდებოდნენ. მაშინვე ნათელი გახდა, რომ სახლში ჩხუბიან დაპირისპირება მომხდარიყო. ნივთები დამტრეული ან მიმოფანტული იყო, ხოლო სხეულის სითხეების კვალი მიანიშნებდა, რომ ვინმე დაშავებულიყო. ასევე არ ჩანდა, რომ ეს წარუმატებელი ძარცვა იყო. არაფერი იყო დაკარგული გარდა სამუელისა, რომლის მანქანაც ისევ გარეთ იდგა. მაშინვე გაჩნდა ეჭვები დანაშაულებრივ ქმედებაზე და დაიწყო ხანგრძლივი გამონციება. გავიდა გარკვეული დრო და პოლიციამ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით 3 პირი აინტერესებდათ, თუმცა მათი ვინაობა საჯაროდ არასდროს დაუსახელებიათ. 2025 წლისთვის Samuel Reiseris გაუჩინარების საქმეზე არავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არავინ დაუკავებიათ, ხოლო ეჭვმიტანილთა ვინაობა მედიაში კვლავ უცნობია. გამომძიებელი სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი არ ფიქრობდნენ თითქოს მამაკაცს ორგანიზებულ დანაშაულთან ან არალეგალურ საქმიანობასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა და პირიქით, სჯეროდათ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს ბევრად უფრო პირადი ხასიათის იყო. ნომერი 4. Chaz Simmons-ის წარსულისა და პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. რაც აშკარად ჩანს, ის არის, რომ Chaz Simmons-ი ძალიან უყვარდათ მის ოჯახსა და მეგობრებს, ხოლო მისმა გაუჩინარებამ პიტსბურგის პენსილვანიის საზოგადოება შეძრა. 30 წლის Chaz Simmons-ი პიტსბურგის რაიონში ცხოვრობს და ადგილობრივ რესტორან Siena Mercato-ში მზარეულად მუშაობს. რესტორანი მდებარეობს Penn Avenue-ს ტრანსიან კვარტალში. ის იქ დიდხანს არ მუშაობდა. სინამდვილეში მან მუშაობა სულ ცოტა ხნით ადრე დაიწყო, სანამ გაუჩინარდებოდა. 2026 წლის 8 მარტი იყო, როცა Chaz-ი ბოლოს ნახეს სამუშაოდან გასვლისას, დაახლოებით 1:30-დან 3:30 საათამდე დილით. ის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, როცა Penn Avenue-ზე 6th Street-ისკენ მიდიოდა. ბოლო შემთხვევა, როცა ის ნახეს, იყო 6th Street-ზე, ნომერ 342-ში. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში არ გამოცხადდა, Chaz-ი საყვარელ ადამიანებთან კონტაქტში რჩებოდა და მხოლოდ 2 დღის შემდეგ შეწყვიტა მათ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა. მისი გაუჩინარება და დუმილი უჩვეულო იყო, რის გამოც ოჯახმა მაშინვე განაცხადა მისი დაკარგვის შესახებ. გამოძიების დეტალები საჯაროდ არ გახმაურებულა, თუმცა პიტსბურგის პოლიციის ბიურო მიანიშნა, რომ ის შესაძლოა საფრთხეში ან რისკის ქვეშ იყოს. Chaz-ი საზოგადოებაში გამორჩეული ფიგურა იყო, რაც მის გაუჩინარებას კიდევ უფრო შესამჩნევს ხდიდა. თუმცა ამის მიუხედავად, მისი დანახვის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არარობს. ახლობლები პასუხების ნაცვლად მხოლოდ აუტანელ სიჩუმეს ხვდებიან.
ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ პიტსბურგის პოლიციის ბიუროს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. რამაც გამოიწვია კომენტარი ერთი ადამიანისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ რამდენჯერმე უნახავს ქალაქის სამხრეთ მხარეს, მათ შორის მაკკის როქში, რომელიც ალეგეინის ოლქის ბოროა. ეს ერთ-ერთი სავარაუდო ნახვა, რომელიც დადასტურებული არ არის. ამ განცხადებების გადამოწმების მიუხედავად, ჩაზის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია და უკვე 5 კვირაა გასული მას შემდეგ, რაც ოჯახთან კონტაქტი დაკარგა. დაკარგული მამაკაცი აღწერილია როგორც შავთბიანი და ყავისფერ თვალება. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 150 ფუნტია. ცნობილია, რომ მას აქვს თიკნის წვერი და გაუჩინარებამდე თმა ახლად ჰქონდა შეჭრილი. ჩაზ კისერზე აქვს დატატუებული სახელი იალინდა, ხოლო მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ პიტსბურგის პოლიციის ბიუროს ნომერზე 412 323 714 1 ნომერი 3. იყო თუ არა კორა კრისმას მაკგურგი, მწვანე მდინარის მახრჩობელას, ასევე ცნობილ გარი რიჯუეის მსხვერპლი. ეს არის კითხვა, რომელმაც ბევრი ადამიანი დააძაბა 1991 წლიდან, როდესაც კორა მოულოდნელად და უგზო-უკლოდ გაუჩინარდა. 22 წლის კორა გაიზარდა ჩიკაგოში, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად. 1986 წელს ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ მან სამუშაო მოიპოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის საჩუქრების მაღაზიაში. მან ასევე ჩააბარა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის პროგრამაზე. მას შემდეგ, რაც კორა ერთ მამაკაცს დაუკავშირდა, რომელიც როგორც ვარაუდობენ, ნარკოტიკებთან იყო დაკავშირებული უცნობი დონით, მან სწავლა მიატოვა და სამსახური დატოვა. არ არის ნათელი, თავად ქალი იღებდა თუ არა ნარკოტიკებს, ან ჰქონდა თუ არა მას მსგავსი კავშირები, როგორც მის მეგობარ ბიჭს. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენების არაპირდაპირი შედეგით, ის კიდევ ერთ დაკარგულ ადამიანად იქცა, გადავსებულ მონაცემთა ბაზაში. ივნისის დასაწყისი იყო, როცა ის პირველად გაუჩინარდა, თუმცა 2 დღის შემდეგ დაბრუნდა, უცნაურად იქცეოდა და შეშფოთებას იწვევდა. მისმა დეიდამ კითხა, კარგად იყო თუ არა, და კორამ გაუღიმა და უთხრა, რომ კარგად იყო. მაგრამ მისი შემდეგი წინადადება საპირისპიროს დაამტკიცებდა. მან დეიდას უთხრა, რომ თუ რამე მოუვიდო და მის შვილებზე ეზრუნა. შემდეგ 12 ივლისს სამი შვილის ახალგაზრდა დედა თავის სიეტლის ვაშინგტონის სახლს დატოვებდა და აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ნათესავები არ სჯერათ, რომ ის ნებაყოფლობით წავიდოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ კორას შეიძლება ცუდი ბედი ეწია. მისი გაუჩინარების შესახებ შეთხოვინების შემდეგ უცნობ თარიღზე ქალის მანქანა მიტოვებული იპოვეს ავრორას ავენიუზე, ქუჩაზე, რომელიც შესაძლოა რეალური დანაშაულის ისტორიების მოყვარულებს ეცნოთ. სწორედ ამ ადგილიდან იყო ცნობილი, რომ გრინ რივერის მახრჩობელა თავის მსხვერპლებს იღებდა. გარი რიჯუეი 2001 წელს დააკავეს და მასში არქვეს ყველაზე მეტი მკვლობის ჩამდენი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რადგან მას 49 მკვლობისთვის მიუსაჯეს განაჩენი. მისი ყველა მსხვერპლი ქალი იყო, ან ღამის ქალები, ან ისეთები, რომლებიც დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათ შორის გაქცეული მოზარდები. რიჯუეის დანაშაულებრივი სერია 1982 წლიდან 1998 წლამდე მიმდინარეობდა, რაც კორის გაუჩინარებასა და ადგილმდებარეობას ამ ყველაფრის ცენტრში აფენებს. ამ ინფორმაციამ მისი სახელი სავარაუდო მსხვერპლების სიაში შეიყვანა. თუმცა უცნობია კონკრეტულად კორაზე ოდესმე პირდაპირ დაუსვეს თუ არა თავდამსხმელს კითხვა. სხეულის მტკიცებულებების ან აღიარების გარეშე დაკარგული ქალის ბედი უცნობად რჩება. თავდაპირველად მისი 2 დღიანი გაუჩინარება მიანიშნებდა, რომ შესაძლოა რაღაც სხვა ხდებოდა. მისი უცნაური ქცევა და ის ცოდნა, რომ შეიძლება რაღაცა მოსლოდა, მხოლოდ ამ თეორიას ამყარებს. ბევრს აინტერესებს, ხომ არ არის ვინმე მის ცხოვრებაში, ვინც მის საქმეზე მეტ იცის, ვიდრე ამჟღავნებს. ნომერი 2. 55 წლის ლინეთ ჰუკერი აღწერეს როგორც ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში თავის რიტმსა და მიზანს პოულობდა და უბრალოდ ცხოვრებით თკბებოდა. ლინეთ ჰუკერი დაბადებული იყო იმისთვის, რომ სხვაზე ყოფილიყო, მეზღვაური, რომლის სული ცოცხლდებოდა იმ წამსვე, როგორც კი ნავი ტალღებში ეხებოდა. მისი ახლობლები მას აღწერდნენ როგორც თავგადასავლების მოყვარულს, რომლის სული ანათებდა და გარშემომყოფებსაც უნაწილებდა ამ სინათლეს. ის მანატებთან თვალის დონეზე დაცურავდა, ამბობდნენ ისინი, სვისკუებთან ერთად მშვიდად მიცურავდა და ჰორიზონტს მისდევდა თავის იახტაზე. ეს იყო მისი სტიქია, ბედნიერი ადგილი, როგორც ლინეთმა უწოდა მას. მოგზაური თავის მოგზაურობებს აფიქსირებდა. ერთ ვიდეოს მეორის მიყოლებით აზიარებდა თავის ინსტაგრამის პროფილზე და უნიკალურ გამოცდილებებს აღბეჭდავდა. მზეს ზურგს უკან და სიცილს, რომელიც დღესაც ისმის ეკოთ. თირქმის ყოველთვის მისკვერდა ტიპოლ ბრაიან ჰუკერი, მისი მეუღლე, რომელთანაც 25 წელი იყო დაქორწინებული. ერთად ამ ორმა საკმაოდ დიდი ცხოვრება ააგო სოლმეითის ბორცზე. ერთად გადაიტანეს ქარიშხლები და ტალღებზე იარეს. ბრაიანი ხშირად ჩანს ლინეთის მხიარულ პოსტებში, მზეზე დამწვარი, ხიმილიანი და მხიარული. ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე მისი სოციალური მედიის პოსტები შეიცვალა ნაცნობი ზღვების სიმშვიდიდან ბაჰამის კუნძულებისკენ, სადაც ის და ბრაიანი აგრძელებდნენ თავიანთი ცხოვრების აშენებას.
29 მარტს მან გააზიარა ვიდეო აბაკოს სვის დაბნელებულ ცასა და არეულ წყლებზე. ლინეტის წარწერაში მინიშნებული იყო, რომ როგორც კი ცვიმა გადაივლიდა, ისინი ისე დაბრუნდებოდნენ წყალში გასართობად. და როცა ამინდი დამშვიდდა, სწორედ ასე მოიქცნენ წყვილი. მის ბოლო პოსტში ლინეტმა გააზიარა სურათი, სადაც ნავები მშვიდ წყალშია გაჩერებული და წარწერაში ეწერა: სადმე წასვლას ჯერ არ ვაპირებთ. სამწუხაროდ, სწორედ მისი საყვარელი ადგილი მსოფლიოში გახდა ერთი შვილის დედის გაუჩინარების უნებლიე ფონად, რომელიც სულ ახლახან 2026 წლის 4 აპრილს მოხდა, რის შედეგადაც მისი ოჯახი პასუხებს ითხოვს და მთელი საზოგადოება შოკშია. იმ ბოლო პოსტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ბრაიანმა განაცხადა, რომ მისი ცოლი ბაჰამებზე გაუჩინარდა ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. იმ შაბათს საღამოს ლინეტი და ბრაიანი Elbow Cay's წყლებში იმყოფებოდნენ. ბრაიანის თქმით, ისინი იახტიდან 8 ფუტიანი დინგით გავიდნენ. მათი თავგადასავლის დაწყებიდან მალევე ცუდი ამინდი დაბრუნდა. ტალღები მოუსვენარი იყო, ქარი კი დაუნდობელი. ერთადერთი მოწმის თქმით, სწორედ ამ პირობებმა გამოიწვია ლინეტის ზღვაში გადავარდნა. მას ეკეთა ნავის უსაფრთხოების თოკი, რომელიც ძრავს აჩერებს თუ ოპერატორი გადმოვარდება. მისი თქმით, ლინეტი ზღვაში გადავარდა და ძრავი გაითიშა. მან მისკენ ცურავი სამაშველო საშუალება ისროლა, მაგრამ დინებამ ლინეტი სულ უფრო შორს წაიღო. უხალისოდ ბრაიანი იძულებული გახდა პატარა ნავი მიჩπებით ნაპირზე დაებრუნებინა. რამდენიმე საათის შემდეგ მან ბუჩქებში გაძრომით მიაღწია ნავების სადგომამდე და მაშინვე პოლიციას დაურეკა. აბაკოს პოლიცია, ბაჰამის სამეფო თავდაცვის ძალები და ჰოპთაუნის სახანძრო სამაშველო სამსახური ყველანი ჩართული იყვნენ მასშტაბურ საძიებო ოპერაციაში, რომელიც 5 აპრილის დილის საათებში ჩატარდა. იმ საღამოს, როდესაც ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ბრაიანმა დაუკავშირდა მათ ქალიშვილს და შეატყობინა სიტუაცია. რამდენიმე დღის შემდეგ, 8 აპრილს, მან Facebook-ზე პოსტი გააზიარა. ეს იყო მისი და ლინეტის ფოტო, რომელსაც თან ახლდა მოკლე განცხადება ნავზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. მოულოდნელი ზღვის ტალღები და ძლიერი ქარები დაასვნა, რომ მისი ცოლი ახლა ბაჰამის წყლებში სადღაც დაკარგულია. იმ საღამოს ბრაიანი დამატებითი დაკითხვისთვის დააგავეს, რაც ბაჰამის სამეფო პოლიციამ ახსნა როგორც გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე მიიღეს, მას შემდეგ რაც ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ბრაიანმა უარყო რაიმე დანაშაულში მონაწილეობა და 5 დღის შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებიდან. თუმცა პოლიციამ დაადასტურა, რომ მიუხედავად გათავისუფლებისა, ბრაიან ჰუკერი კვლავ ეჭვმიტანილად რჩება ინციდენტში, რომელიც მის ცოლს უკავშირდება. მას შემდეგ მან დატოვა ბაჰამები ოჯახური საკითხის გამო, მაშინ როცა ლინეტის გაუჩინარების გამოძიება გრძელდება. მას აღწერენ როგორც გამოცდილ მეზღვაურს ონსტედიდან, მიჩიგანი. ის ფიზიკურად კარგ ფორმაშია და ცნობილია, რომ ხშირად ვარჯიშობს. მას აქვს მოკლე ქერათმა და ხშირად ატარებს უნიკალურ მზის სათვალეებს თავის ნაოსნობის ვიდეოებში. პოლიცია კვლავ პერიოდულად ავრცელებს განახლებებს. ახლობლები იმედს არ კარგავენ, რომ ლინეტი მოიძებნება, ხოლო საზოგადოება კვლავ ითხოვს პასუხებს ამ საქმეში. ლინეტის ქალიშვილმა კარლი აილსუორთმა შექმნა GoFundMe გვერდი სახელწოდებით „დამეხმარეთ, ვიპოვოთ და პატივი მივაგოთ ჩემს დაკარგულ დედას“, რათა დაეხმაროს როგორც დედის ძიებაში, ასევე მისი ხსოვნის პატივსაცემად. ბმული შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. ინფორმაცია ამ დაკარგულ პირთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიაწოდოთ ბაჰამის სამეფო პოლიციას, ნომერზე 919. კარლიმ ასევე მიუთითა თავისი ელპოსტა carlyailsworth@gmail.com, როგორც საკონტაქტო საშუალება იმ ინფორმაციისთვის, რაც შეიძლება დედის ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმაროს. Number 1. Aloha, Oregoni Dane Davis's ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში მისი სახლი იყო. იქ ის მუშაობდა Wells Fargo-ში პენსიამდე, რამაც მას მისცა მნიშვნელოვანი თავისუფალი დრო, რათა დაეწყო სეირნობები, რომლებიც ძალიან უყვარდა. ეს ხშირი სეირნობები საბოლოოდ დამაშინებელ საიდუმლოს გამოიწვევდა. იყო 2016 წელი და დეინი იყო 66 წლის, ცხოვრობდა სამხრეთ-დასავლეთ ჯეი ქუჩის 21500-იან კვარტალში. იმავე წელს მან მიიღო სამწუხარო დიაგნოზი. მას დაუდგინდა დაუნდობელი დაავადება, დემენცია. დიაგნოზის შემდეგ ოჯახი ეძებდა დაწესებულებას, სადაც მას გადაიყვანდნენ და ისინი თანამშრომლობდნენ ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციასთან. როდესაც ისინი ცდილობდნენ დეინისათვის ადგილის პოვნას, ის დარჩენილ დროში განაგრძობდა სეირნობას. მისი მარშრუტი მას მიყავდა Hillsborough პრომენადის საბაჟო ცენტრში, ვენდიშში და ალბერტსონში, რომლებიც მდებარეობს კორნელიუს პასისა და ბეისლაინ როუდის მახლობლად. დეინი ასევე ცნობილია, რომ მგზავრობდა მაქსის მატარებლებით და სხვადასხვა სხვა სატრანსპორტო საშუალებებით. თუმცა 18 ოქტომბერი მისი ბოლო გასეირნების დღე აღმოჩნდა. იმ დღეს დეინი ბოლოს ნახეს ჯეი ქუჩაზე, თავის სახლში, როცა ფოსტას ამოწმებდა. მას შემდეგ რაც იმ დღიდან დეინი აღარ უნახავთ, მომლელმა ადგილობრივ პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ აცნობა, რის შემდეგაც 20 რიცხვში მისი მდგომარეობის შემოწმება ჩატარდა. პოლიცია მივიდა სახლში იმ იმედით, რომ დეინს იქ იპოვიდნენ, ან მაინც რაიმე მინიშნებას იმის შესახებ თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო.
გამონძიების დროს მათ არ მოაჩინეს, რომ მისი მანქანა ჯერ კიდევ ავტოფარეხში იყო. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულად უცნაური არ იყო, რადგან მას დემენცია ჰქონდა და მანქანის მართვის უნარი არ გააჩნდა. უცნაურად კი ის იყო, რომ სახლის წინაკარი ფართოდ ღია დახვდათ, მაგრამ დეინი არსად ჩანდა. უცნაურია, რომ გაუჩინარებამდე 5 დღის განმავლობაში მის მობილურ ტელეფონზე არანაირი აქტივობა არ დაფიქსირებულა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა დეინი გაუჩინარდა. მას ხშირად ჰქონდა ჩვევა, რომ უკვალოდ გაქრალიყო, რაც მის ოჯახს ძალიან აწუხებდა. იმავე წლის დასაწყისში დეინი ორჯერ გამოცხადდა დაკარგულად, მაგრამ ორივეჯერ უვნებლად იპოვეს. სწორედ ამ ორმა შემთხვევამ მიიყვანა ოჯახი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დეინი უსაფრთხო საცხოვრებელ დაწესებულებაში გადაეყვანათ. სამწუხაროდ ადგილი საკმარისად სწრაფად ვერ მოიძებნა და როდესაც დეინი მესამედ გაუჩინარდა, ის აღარ დაბრუნებულა. დაკარგული მამაკაცი თავისი მდგომარეობის გამო საკუთარ ქავზე ზრუნვას ვერ ახერხებს. ოჯახი შეშფოთებულია, რომ მას საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია და უარესი ეშინია. 9 წლის შემდეგაც ეს შიშები არ გამქრალა. დეინ დევისი ახლა 75 წლის იქნებოდა და ბოლო 9 წლის განმავლობაში გამომძიებლებს იმედი არ დაუკარგათ. და უკვე 2023 წელს საქმეზე განახლებული ძალისხმევა იქნა მიმართული. ოჯახიც მჭიდროდ თანამშრომლობს დეტექტივებთან იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს სახლში დააბრუნებენ მას. დეინის საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. დიდი მადლობა ყურებისთვის, მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების სარist ჩართვა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Announce და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით, მეგობრებო.